მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაში მეცნებისკენ, რომელსაც წარმოგიდგენთ კლინიკა ჰარმონია და ეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს. სტუმრებთან ერთად გთავაზობთ თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ფიზიკური, ემოციური და მენტალური გაჯაცარების გზას. დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი აფრიამაშვილი, ეკონიოსტეოპათი, გამარჯობა. კავკასიური იოგას ექსპერტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო საკითხზე, როგორიც არის კავკასიური იოგა, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებს პოპულარობას, ინტერესი იზრდება და ამ დროს ეს ძალიან ძველი მეთოდია კურნალობის და გაჯახების თვითშემეცნების. თვითშემეცნების, კი ბატონო. რატო არ ქონდა ეს ინფორმაცია და თქვენთან როგორ მოვიდა ამ მეთოდის შესახებ ინფორმაცია? ეს იყო 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ჩამივარდა ძველი საბეჭდი მანქანით ამობეჭდილი ხელნაწერები, მაშინ გავეცანი. მაშინ თითქმის არავინ არ იცოდა. მე მოგვიანებით გავიდე, რომ მაინც 70-იან წლებში, მე 20 საუკუნის 70-იან წლებში ეს ეზოთერულ წრეებში ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ როდესაც მე ჩამივარდა, არანაირი ინფორმაცია იყო, ძალიან ძლიერი ინფორმაცია იყო. და დავიწყე მისი შესწავლა პარალელურად ისე მოხდა რომ ქართული თარგმანის დაბეჭდა ჩემის მეშვეობით დაიწყო მთავარ გაზეთ კვირაში. რომელი წლებია ეს? ეს არის 2000 წლის დასაწყისი, ახლა გეტყვით 2003-4 წლები. რო ჩამივარდა მივხვდი რომ კავკასიური იოგა ეს იყო ის სისტემა, რომელიც მე მჭირდებოდა და რატო. მაშინ ვიყავი საკმაოდ ცუდად ცუდ მდგომარეობაში ეს რო თქვა, გამოუვალი მდგომარეობა, პერსპექტივის უქონლობა, დათრგუნვა და ასე შემდეგ. მანამდე ბევრი რაღაცები მქონდა ნაცადი, მაგრამ ის შედეგი, რომელიცაც მე ვიღებდი, არ მაკმაყოფილებდა. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადი მოხმარებით დაიწყე. რა თქმა უნდა, პირადი მოხმარებით ეს პირველ რიგში მე მჭირდებოდა. და დავიწყე ამის ვარჯიში და თვალნათლივ ისიერ მომცა შედეგები. როდესაც ძალიან მოკლე დროში იმ პრობლემებიდან გამომიყვანა და რაც მთავარია მომცა პერსპექტივა. და როდის მიხვდით, რომ ეს უკვე როგორც პრაქტიკოსმა უნდა გაავრცელოთ და თქვა თქვენ თვითონ დაკავდეთ და სხვებს გაუწიათ რჩევა. ძალიან კარგი კითხვაა. როდის მიხვდი და როდესაც საქართველოში ჩამოვედი უკვე. თუმცა როდესაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, უკვე მაშინ მომწიფებული ვიყავი ამისთვის. და ეს არ მოხდებოდა რო არა ჩემი ეს გრძელი გზა ცოდნისკენ, იმიტომ რომ იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობს კავკასიური იოგა, ამდენი წლების განმავლობაში მე ხვდები რომ ყოველთვის ასეთი ფორმით პრაქტიკა არ შეიძლებოდა. და ეს ჩვენ ვიცით ახლა იოგა არის უფრო აღმოსავლური ცოდნაზე დამყარებული, ხო, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან და აქვს სხვადასხვა მიმართულებები და ასე შემდეგ და თვითონ კავკასიაში იოგას არსებობა ისტორიას რო შევეხოთ, თქვათ, დაახლოებით როდიდან არის და რა წყაროებზე დაყრდნობით მოვიდა ჩვენამდე. სამწუხაროდ ერთადერთი წყარო არსებობს ირაკლი. ეს არის კონტვალევსკის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და მე ეს რომელი წლებია? ეს არის მე-20 საუკუნის 20-იანი წლები, ის იყო მოგზაური, დიპლომატი და რატომღაც საქართველოში მოხდა და მიიღო აქ გარკვეული ცოდნა. საინტერესოა, მე გადავიდა ამერიკაში და 1955 წელს გამოსცა ინგლისურ ენაზე წიგნი. სადაურია ზოგადად ეს კაცი? ეს პოლონელი დიპლომატია. მაგრამ მე ჩავეძიე კიდევ იყო ცხოვრობდა 70-იან წლებში აქ საქართველოში ადამიანი, რომელსაც ჩაუვარდა ეს ხელნაწერები, ზუსტად დავადგინე თუ სად რომელ ლოკაციაზე მოხდა. მოხდი ეს მაშინვე არ გამოცემულა. არა, როდესაც ვალევსკი მოგზაურობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და წიგნი გამოიცა მე-20 საუკუნის შუაში. და ეს ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და ჩაუვარდა ხელნაწერები, იყო ფიზიკოსი, რომელიც მუშაობდა და ცხოვრობდა თბილისში და მან თქვა, რომ საბურთალოზე აღმოაჩინა მისმა მეგობარმა ეს ხელნაწერები. ამ ხელნაწერების დაყრდნობით მან მერე, როდესაც გადავიდა რუსეთში საცხოვრებლად, აღადგინა ასე ვთქვათ გამაჯანსაღებელი ხელსაწყო, რომელსაც ფარაონის ცილინდრები დაარქვა და თუ ამურ ამას შევაერთებ თვითონ კონტვალევსკისა და ამ
ვლადიმერ კავტუნის ინფორმაციას, ჯერჯერობით ეს წყაროა, მაგრამ ვლადიმერმა ბევრი გამოკვლევები ჩაატარა თვითონ კავტუნმა და მისი ვარაუდით დიდი ალბათობით ეს დიდი ხნის ისტორია კავკასიურ იოგას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ცეცხლთაყავნისმცემლობა და რამზეს მეორის მიერ დაპყრობითი ომის შედეგად დატოვილ მეომრებს კოლხეთში შეიძლება კიდევ ქურუნებიც ესე იგი ფაქტობრივად ისტორიულ წყაროებს თუ დავეხმაროთ, რასაც ვთქვით, ეს კავკასიური კი არა, ქართული იოგა არის ასე შეგვიძლია თქვათ ასე. ასე ცალსახად მე ვერ ვიტყვი ამას ალბათ უფრო ისტორიკოსები და რამე ინფორმაცია თუ გაქვთ, რომ აი კავკასიაში მაგალითად სხვა ხალხებში ან სხვა ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა თუ არსებობს? კი, არსებობდა ისიც კავკასიური იოგას სახელმწიფოებრივ ჩრდილო კავკასიაში და დღესაც აქტიურად მიდის პრაქტიკა კავკასიური იოგის, მაგრამ მე მგონი ისევ დაყრდნობით კონტროლებს. გავს ეს მეთოდი ერთმანეთს. იქ არის გარკვეული განსხვავებები, იქ გარკვეული კოდექსი აქვთ და თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენ კავკასიური ერების თანაცხოვრება საუკუნეების მანძილზე ხდებოდა, საიდან წავიდა ან საიდან გადმოვიდა, მაგას მე ცალსახად ვერ გეტყვი, მაგრამ ჩემთვის თავარი ორი იყო კავკასიური, პირველი, მაგრამ მეორე ერთი ევროკავკასიური იყო და რამდენად მუშა. და როდესაც დავიწყე მისი პრაქტიკა, ეს აღმოჩნდა საკმაოდ მუშა და ეფექტური. მე როგორც ვიცი, ესე იგი ეს ასე პირდაპირ არ დამდგარა, იმიტომ რომ საქართველოში თქვენ ახლა ხანს ჩამოხვედით რამდენიმე წლის წინ და მანამდე რა გზა გაიარა, ვთქვათ და როგორ იხვეწებოდა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ იმისგან განსხვავებით, რაც მოცემულია, ვთქვათ, წიგნში და ლიტერატურაში, თქვენ კიდე რაღაცა ინდივიდუალური თქვენი საავტორო მიდგომები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ეს როგორ ყალიბდებოდა დაახლოებით გზა რომ გითხრათ. კავკასიური იოგაში არის ასეთი ფუნდამენტალური პოსტულატი, რომ დედისეულის სუნთქო ნაყოფის ჩასახვის ხერხემლოებისა და მშობიარობის პერიოდში დედის მიერ მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანში იწვევდა სასიცოცხლო ენერგიის ცვლილებას არხებში. ეს არის სასიცოცხლო არხები. ეს აყალიბებდა შემდგომში უცვლად ყოფნის პერიოდში. ხო, და მშობიარობის მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აყალიბებდა ამ ადამიანში გარკვეულ რეფლექსებს, ქცევით, ასე ვთქვათ, სტერეოტიპს. ეს რამე კვლევებს ეფუძნება თუ როგორ? ეს ახლა ფსიქოლოგიაში ძალიან მოდაში, არა, ეს პოსტულატი თვითონ ამ პოსტულატზეა დაფუძნებული, რომ ეს დედისეულის სუნთქვა არის მიზეზი ჩვენი ტანჯვის და ჩვენი მონური მდგომარეობის და უმეცრების მდგომარეობის, ჩვენი ყოფიერების სხვადასხვა ასპექტში. ესე იგი, აქედან ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ორსულობის პერიოდში ქალის ემოციური მდგომარეობა შეიძლება აისახოს ნაყოფს. პირდაპირ და ეს უკვე ამ პოსტულატის დამტკიცებაზე დამჭირდა მეწლები. ესე იგი, დაამთავრეთ სამედიცინო უნივერსიტეტი, კი, დავიწყე ორდინატურაში და იქ დავიწყე და ეს მანუალური თერაპია როდის შემოვიდა? მანუალურ თერაპიაში პრაქტიკაში. ჩემ პრაქტიკაში შემოვიდა ძალიან მალე, ორდინატურის დამთავრების შემდეგ 2 წელი გავიდა. სულ ოცნებოდა მანუალურ თერაპიაზე, მე ვთვლი რომ მანუალური მედიცინა ძალიან კეთილშობილი მიმდინარეობა და მიმართულებაა მედიცინაში და ამანაც დიდი ხელშეწყობა შემიქნა, რომ შემომუშავებინა სადიაგნოსტიკო საშუალება. და რატო? ის რაც კავკასიური იოგაში არის, ჯერ უნდა დაგვეტესტა. ან უნდა დამეტესტა რა არის ამ იოგაში მითი და რა არის რეალობა. და მერე უკვე, როდესაც ამდენი წლები იტესტებოდა და ამდენიმე 1000 ადამიანზე მოხდა ამ სადიაგნოსტიკო საშუალებებით, საავტორო სადიაგნოსტიკო საშუალებით შემოწმავა რაღაცეების, მერე უკვე თამამად განვაცხადე, რომ შეიძლება კავკასიური იოგის სწავლება. მანამდე ბევრი რამის კორექტირება, ჩასწორება მოხდა, იმიტომ რომ ის რა ინფორმაციაც არის წყაროში, ყველა ტიპის ადამიანისთვის არ შეიძლება ირაკლი, იმიტომ რომ სულ ცოტა 40% ადამიანს იმ სახით პრაქტიკა არ შეუძლია. და რაზეა ეს დამოკიდებული? ეს დამოკიდებული ამ ადამიანის ინდივიდუალურ დარღვევებზე და ეხლა შემოდის თავის ტვინის ცენტრების ასიმეტრიულ გადატვირთვაზე. ეხა აგვიხსენი ეს. აი მაშინ დავიწყოთ, ესე იგი, ადამიანი ხო ყალიბდება მუცლად ყოფნის პერიოდში. ის დედისეულის შთაბეჭდილება აყალიბებს ამ ადამიანის ხასიათს, ბუნებას, ხომ? იბადება, მერე როდესაც იზრდება
ზრდის პროცესში ცხოვრება აყენებს სხვადასხვა დარტყმებს და ეს იწვევს მისი აღქმის, ასე რომ ვთქვათ, გაუკუღმართებას. ეს ყველაფერი სუმარულ ინდივიდუალურ გამოცდილებას, რასაც იდეას ამაზეა საუბარი. ინდივიდუალურ ლაპარაკი და ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. ეს ყველაფერი ჯამში ამ ადამიანს ეგრეთ წოდებული მოწყვლად მდგომარეობაში აქტებს. და მას უყალიბდება გარკვეული ტიპის რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე და პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხასიათი. ეს არის ხასიათი. ხასიათი და ხასიათიდან გამომდინარე ბედიღბალი. მაგრამ ეს ყველაფერი ჩაწერილია სად? თავის ტვინში, რეფლექსების სახით. და რატომ დამაინტერესა კავკასიური იოგა, რომ ის პირდაპირ მუშაობდა თავის ტვინზე. მე რომ ვახსენებ სულ მდგომარეობაში ვიყავ და მჭირდებოდა მე თვითონ დახმარება. ამ ყველაფერმა როცა გავეცაინდა მაჩვენა რომ ეს იყო უმოკლესი გზა, იმიტომ მომისყიდა ჩაუღრმავდი ამას და დავიწყე კვლევაძიება და რა თქმა უნდა ჩემს თავზე გამოცდა ბევრი რამის. დიაგნოსტირებას რაც შეეხება დიაგნოსტირება აუცილებელი იყო რომ მე დამედგინა აი ეს დარღვევები, მაგალითად ადამიანმა რაღაცა განიცადა მშობიარობის პერიოდში ან 7 წლის ასაკში და მასში გარკვეული რეფლექსი ჩამოყალიბდა. როგორ გავიგოთ რა ჩამოყალიბდა, რა სისტემას დაარტყა და რა ტიპის რეაგირება აქვს. ამისთვის საჭირო იყო დიაგნოსტირება და გარკვეული პროვოკაციული ენა. მომიწია მე მანუალური თერაპიის სწავლობს ფუნქციონალური ნევროლოგიის, ეს არის დარგი, რომელიც ნერვული სისტემის ენას სწავლობს, რეცეპტორობის დენეზე, ოსტეოპათიის, სხვადასხვა რეფლექსოთერაპიის და ამ ჯამში, ამ გაერთიანებული ცოდნით უკეთ შევძელი გამიგო კავკასიური იოგა. იმიტომ რომ ის მწირი ინფორმაცია არ იყო საკმარისი, რომ ასე ვთქვათ, ჩაგვეშვა, ან ტრანსლირება გაგვეკეთებინა, რომ კავკასიური იოგა ეფექტურია და უსაფრთხო. როგორ ახერხებს თვითონ კავკასიური იოგა? იქ რა არის მოწვილი? რა არის მოძრაობებია, კონკრეტული ვარჯიშებია თუ აი რაზეა ესე დედიხეულის სუნთქვა. ეს არის ის გასაღებია, სადაც იმალება ადამიანის ბედიღბალი, ხო? დედისეულის სუნთქვა და შემდგომ როგორც ვახსენე, შემდგომი პერიოდი აყალიბებს რეფლექსებს, კავკასიური იოგა გვთავაზობს ამ დედისეულის შთაბეჭდილებებისაგან და სუნთქვისაგან გათავისუფლებას და როგორ. ეს არის სუნთქვითი ვარჯიშები ძირითადად, არ არის გარკვეული ეგრეთ წოდებული ასანები და ფიზიკური მოძრაობები და ამ დედისეულის შთაბეჭდილებებისაგან გათავისუფლებას გვთავაზობს ინდივიდუალური ტიპის სუნთქვაზე გადასვლით. ესე იგი, სუნთქვითი ვარჯიშებია აქ. ძირითადად სუნთქვითი ვარჯიშებია, შეგნებულად მე შემიძლია ჩემი ნერვული სისტემიდან გამომდინარე კონცენტრირება გავაკეთო სუნთქვის დროს ამა თუ იმ ცენტრზე, ამა თუ იმ ორგანოზე და პროცესზე. და რას გვაძლევს ეს? ევოლუცია ადამიანის განვითარება, ჯანმრთელობა, წინსვლა დამოკიდებულია ჩვენს ტვინზე, ხო? იმიტომ რომ ტვინი ძირითადად რეაგირებს გარემოზე და როგორც შიდა პროცესებზე, გარე პროცესებზე რეფლექსების საშუალებით. სწორედ უნიკალური ნერვული სისტემისგან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ევოლუციამ დაგვასაჩუქრა, ჩვენ ვართ ასეთები. ჩვენ შეგვიძლია შემოქმედება, შეგვიძლია ანალიზი, აღმოჩენების გაკეთება და შექმნა რაიმე ახალის. ჩვენი ნერვული სისტემის თავისებურება ეს არის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავავთვისნობიეროთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, ვინ ვარ, ვინ სუნთქავს ჩემში, ნებისმიერი მომენტი შეგვიძლია გავიაზროთ და ეს თავისუფლება დაედო საფუძვლოდ კავკასიური იოგას, რომ თუ კი ადამიანს შეუძლია გათვითცნობიერება, ეს ხდება გასაღები მისი თვითშემეცნების. აი რატო აქვს სუნთქვა სამხელავ მნიშვნელობა? მაშინ ასეთი შეკითხვა იბადება. კარგი კითხვა არის. სუნთქვასთან, ანუ სუნთქვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა გაგებით. სუნთქვის ვიბრაციებისთან არის დაკავშირებული ჩვენი ნერვული სისტემის ევოლუცია. თუ კი შევადარებთ სხვა ძუძუმწოვრებს და ჩვენ ადამიანს შევხედავთ, რომ სუნთქვის აპარატთან და მისი ევოლუციასთან ერთად ძუძუმწოვრებში და ბიოლოგიურ არსებებში იცვლება ნერვული სისტემაც. ამფიბიებიდან დაწყებული ძუძუმწოვრებამდე და ყველაზე რთული სუნთქვითი აპარატი და ასე ვთქვათ მრავალფუნქციონერი და მრავალდატვირთვით ეს აქვს ადამიანს. სუნთქვის ვიბრაციებთან დაკავშირებული, რადგან არის თავის ტვინის ევოლუცია, ამიტომ ეს კავშირი აღმოაჩინეს მაშინდელმა ალბათ ხელდასხმულებმა და მასტერებმა და სუნთქვა გამოიყენეს თავის ტვინის განვითარების დასაჩქარებლად. და ინდივიდუალური სუნთქვა შემოგთავაზეს რატომ? თუ გაუთვითცნობიერებულ მდგომარეობაში მე ვიღებ შთაბეჭდილებას და ეს შთაბეჭდილება ჩემთან გაუთვითცნობიერებლად შემოდის,
მე მაშინ გათვითცნობიერებით შემიძლია ამ შთაბეჭდილებებისაგან მიღებული დესტრუქციული კვალი წავშალო. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუნთქვის მეთოდით შეგვიძლია მენტალურად განვავითაროთ ადამიანი? კი. შეგნებული სუნთქვა ააქტიურებს ნერვულ ცენტრებს და შესაბამისად ჩვენს ფარულ შესაძლებლობებს. ანუ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები იზრდება. ჩვენ ინტელექტუალური არსებები ვართ და თუ კი რაიმეს ვქნით, ჩვენი ტვინით ვქნით, ხომ? და ამიტომ გვჭირდება კიდევ უფრო პროდუქტიული, კიდევ უფრო შემოქმედი და სწრაფი ტვინი. და ამას გვაძლევს ინდივიდუალურ ტიპის სუნთქვა, რომელიც კავკასიურ იოგაშია. გასაგებია. ეხლა მაინტერესებს თვითონ აი ცენტრები ახსენე და რა ცენტრებზეა ლაპარაკი და აი სუნთქვის დროს ცენტრის გააქტიურება ეს როგორ შეიძლება რომ აღვიქვათ? ეს არის გათვითცნობიერება, ხომ, სუნთქვის და მეორე მომენტი შემოდის კონცენტრაცია, მაგრამ სანამ ამ ეტაპებზე გადავალ კავკასიურ იოგაში შემდეგი ტიპის დაყოფა თავის ტვინის და რომელიც ევოლუციურად შეესაბამება გარკვეულ ეტაპებს. ეს არის ფიზიკური, ცხოველური დონე და ეს არის კეფის მიდამოში არსებული ცენტრები და ჩვენ ვიცით რომ ხომ მთელი სიცოცხლე ცენტრები მანდ არის მოთავსებული. შემდგომი ეტაპი ევოლუციის ეს არის თხემის ცენტრები, თხემის არეში განლაგებული ცენტრები და მას მორალური, სულიერი და ფსიქიკური ასპექტები შეესაბამება. და ევოლუციურად კიდევ უფრო შემდგომი ეტაპი და უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენთვის ეს არის შუბლისწილები. რამაც შემოიტანა ანალიზის, კრიტიკის და გააზრების უნარი. კავკასიური იოგა პრინციპში მთლიანად არ ემთხვევა წილები ანატომიური. არა, ანატომიური კეფი საფეთქლის წილებიც არის, მაგრამ აქ მოიაზრება სამ ზონათაა პირობითად დაყოფილი. კეფა, თხემი, შუბლი. მაგრამ ამ ზონებში შედის ეს საფეთქლის წილებიც. თავარი და მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო რომ მათ ესე დაახეს. თან არის ალბათ დაკავშირებული ხო საფეთქლის წილები ეს ერთიანად განიხილება. ეს ზოლება იყოფა და განიხილება. და ჩვენ მე რა დავადგინეთ და პრინციპში კავკასიურ იოგაში რაც არის ჩადებული რომ ამ წილების დინამიური წონასწორობის ბაზეა დამოკიდებული ჩვენი როგორც ჯანმრთელობა, ფსიქოემოციური მდგომარეობა და მენტალური. აი ხა დინამიური წონასწორობა როგორ შეიძლება რომ აღვიქვათ? როგორ აღვიქვათ? ხო, აი რას ნიშნავს დინამიური წონასწორობა წილებს შორის? ჩვენი მე, ანუ როდესაც მე ჩემ თავად მოვიაზრებ ხომ, შეიძლება ესე ნებსით უნებლიეთ, ასე ვთქვათ, ფიქსირებული იყოს რომელიმე ცენტრში, კეფის, თხემის თუ შუბლში. ეს რას ნიშნავს? მე შეიძლება თუ კი ჩემი მე გონი კონცენტრირებულია კეფის წილებში, მაშინ მე უფრო ორიენტირებული ვარ მხოლოდ ფიზიკურ ცხოველურ ასპექტებზე. და მაშინ მე როგორც ადამიანი ინტელექტუალური და სულიერი მოვიკოჭლებ. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. მეორე ეტაპი რომ ჩემი გონი მე ჩემი თვით გამათვითცნობიერებელი პრინციპი შეიძლება უფრო კონცენტრირებული იყოს თხემის ცენტრებში. მაშინ ჩემში პრიორიტეტია სულიერი მორალური ძალები. და მე ამ შემთხვევაში შეიძლება უარყო ფიზიკური და ინტელექტუალური. აი მესამე ეტაპი, როდესაც ჩემი გონი ცენტრირებულია შუბლის წილებში, მე მაშინ ოპერატორობას ვანიჭებ უკვე ინტელექტს და აზროვნებას ეს იყო. მაგრამ ჯანმრთელობა და ჰარმონიული განვითარება და შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ სამივე წონასწორობით. ეს რას ნიშნავს? როდესაც მე პირობითად მოიაზრება ცენტრში და რეალობას უყურებს როგორც ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური ჭრილიდან. სწორედ ამას გვთავაზობს კავკასიური იოგა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ ცენტრების ჰარმონიული განვითარება, თუ კი რომელიმე ჩამორჩება, მოვიყვანოთ დინამიურ წონასწორობაში და როგორც კი წონასწორობაში მოდის, მე ამ გათვითცნობიერებული სუნთქვით, ინდივიდუალური ტიპის სუნთქვით, ჩვენ ვააქტიურებთ უკვე ჰარმონიულად ცენტრებს, რომელიც დამატებით გვიღვიწებს დამატებით გრძნობებს. ამ სისტემაში 12 გრძნობა მოიაზრება, ჩვენ ვიცით 5, ამას მე შეიძლება კიდე სხვა დროს ვილაპარაკოთ ამ გრძნობებზე და როდესაც მე უკვე უფრო მეტი გრძნობა მაქვს და აღქმის ინსტრუმენტი უფრო მეტი მაქვს, მე რეალობას უკვე სხვანაირად და სრულყოფილად აღვიქვავ. საინტერესოა. აი კავშირი ახლა თვითონ თქვათ ფიზიკურ დონეზე გამოვლენილ დაავადებებს და აი ამ მეთოდს შორის ეს როგორ მყარდება ეს კავშირი? აი სწორედ წლები დამჭირდა რომ ეს კავშირი დამეადგინა, ხომ?
კი, ჩვენ ექიმებმა, მეცნიერებმა იციან, რომ ყველაფერს მართავს ნერვული სისტემა, ხო, ნერვულ-ჰუმორალური სისტემა. აქ კავკასიური იოგაზე ლაპარაკი, რომ მე გავხდე შეგნებულად მართველი ყველა პროცესის. შეიძლება სხეულის არა, მაგრამ იმ აზროვნებითი და ქცევითი პროცესის, რომელიც მე მახასიათებს, ხომ და რომელიც არ უნდა მოხდეს ყისიერად და არ მოხდეს გაანალიზებულად და შეგნებულად, რომ მე შევცვალო ჩემი ქმედება და შესაბამისად რეალობა. წლები დამჭირდა, რომ მომეხდინა კორელაცია თუ როგორ ახდენს კავკასიური იოგა ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას. ამას დაერთო კიდევ ქალბატონუსთან ერთად ჩატარებული კვლევები და ექსპერიმენტები და რო ვახსენე, რომ არიან მეცნიერები, რომლებიც გარკვეულ ცალკე დამატებით სისტემასაც განიხილავენ, ეს არის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული სისტემა და მოიაზრება მერიდიანებად და ჩაკრებად, მაგრამ შევეხოთ მერიდიანებზე ვილაპარაკოთ და ჩემს მიერ მოხდა თავის წილებსა და მერიდიანებს შორის კორელაცია. მოდი ჯერ ამიხსენი რა არის მერიდიანები, რა სისტემაა ეს მერიდიანების და მე ვილაპარაკოთ ამ კავშირებზე, ხო? მერიდიანები ეს არის გარკვეული არხები, ენერგეტიკული არხები, რომელიც დღესდღეობით ასე ვთქვათ, ცალსახა პასუხი არ არსებობს რა არის ეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მის მატერიალურ სუბსტრატებზე ვილაპარაკოთ, ხომ? რაღაცა გამოვლინება ხონდა ჰქონდეს და ეს ისევ რეფლექსებით გამოვლინდება ჩვენ სხეულში. ანუ ის რაც აი მაგალითად როგორ შეიძლება რომ გამოვლინდეს? როგორ შეიძლება გამოვლინდეს? ეს გამოავლინეს და ამ ურთიერთკავშირზე უკვე 1000 წლეულები საუბრობს აღმოსავლეთი და თუკი ჩვენ ასე ვთქვათ, თანამედროვე ენაზე გადმოვიტანთ, ეს არის ერთგვარი კუნთურ-მყესოვანი ჯაჭვები, რომელიც ერთიანდება კუნთურ რეფლექსებში. მე ამ კუნთებს ჭიდრო კავშირი აქვს ორგანოებთან და ნერვულ სისტემასთან და თუკი რაიმე ცვლილება მოხდა ამა თუ იმ სისტემაში ემოციურ, მენტალურ ან ორგანულ დონეზე, ეს ყველაფერი აისახება გარე ძვალსახსროვან სისტემაშიც. აი ეს ყველაფერი თან დაედოს საფუძვლად ჩემ დიაგნოსტირების მეთოდს. ამ კუნთურ-მყესოვანი ჯაჭვების მეშვეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მერიდიანები. ხომ? კი, აპარატი ადგენს, ჩვენ ხელით არ შეგვიძლია გავზომოთ და კიდევ არის მეცნიერების მიერ დამტკიცებული, რომ გარკვეულ ზონებზე სხეულის არის ზედმეტი, უფრო მეტი ელექტრული გამტარობა და ამის საფუძველზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხომ არის გარკვეული რუქა ამ ენერგეტიკული ხაზების ორგანიზმში, მაგრამ ზოგს ასე ვთქვათ, ჯერა, ზოგს არ ჯერა, მაგრამ არის შესაბამისი მატერიალური სუბსტრატები. და ამ სუბსტრატების მდგომარეობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აი მაგალითად ეხლა მახსენდება აკუპუნქტურა, ხო? ეს ამასთან ალბათ პირდაპირ კავშირშია, ხო? კავშირშია, კი. ესე იგი იმ წერტილის, ვთქვათ, გააქტიურებით ან გაღიზიანებით არ ვიცი როგორ ქვია, ზემოქმედებით, ჩვენ ახდენთ შინაგანი ორგანოების, ვთქვათ, რაღაცა ტიპის კორელაცია. წერტილზე სადაც იზომება უფრო მეტი ელექტროაქტიურობა, მასზე ზემოქმედებით შეგვიძლია ვიმოქმედოთ ჯანმრთელობაზე, რეფლექტორულად. და ეს წერტილები გარკვეულ რიგში, გარკვეულ ტრაექტორიაზე ლაგდება. და ძველი ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კი, ეს წერტილები გარკვეულ ფუნქციალურ, ასე ვთქვათ, ერთიანობაში ასე რაღაც ჯაჭვში ეწყობიან და გარკვეულ ამ ჯაჭვებს თავისი სახელები დაარქვეს. და რამდენი ჯაჭვი გვაქვს? ჯაჭვი ბევრია, მაგრამ ძირითადად ცნობილია 12 კუნთურ-მყესოვანი ჯაჭვი და ამ 12 კუნთურ-მყესოვანი ჯაჭვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა ხდება ორგანიზმში. ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა, აი მანუალური თერაპია გამახსენდა კიდე. ესეც ალბათ ამასთან არის კავშირში? კი. მანუალური თერაპიაც ამ კუნთურ-მყესოვან ჯაჭვებზე მუშაობს. არის ეგრეთ წოდებული კავშირები, ვისცერო-მოტორული, ეხლა განმარტოთ. ვისცერო-მოტორული რას ნიშნავს? ვისცერო არის ორგანო, მოტორო არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. ორგანოებსა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას შორის ფასციების მეშვეობით არის მჭიდრო რეფლექტორული კავშირი. ეს კავშირი ძველად უკვე აღმოაჩინეს და ჩვენ ამის აღმოჩენა მოგვიწია ხელმეორედ მე-20 საუკუნეში პავლოვის შრომების საფუძველზე შეგვიძლია ვივიճელოთ, რომ კი ეს
კავშირები არსებობს. არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული ზახარინგედი ზონები, რომლებიც რაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ ზონები კანზე ხდება მტკივნეული, ან უფრო მგრძნობიერი, თუ კი შესაბამისი ორგანო, შინაგანი ორგანო დაზიანებულია. ეს ყველაფერი დაედო საფუძვლად დიაგნოსტირება, მე ყველაფერი კიდე მიება კავკასიურ იოგას. გასაგებია. კიდევ ერთი შეკითხვა დამება და აქედან ვარაუდობ ხა მე და ასია თუ არა დამიდასტურე, რომ მე შეიძლება მაწუხებდეს რომელიმე შინაგანი ორგანო, რომელიც გამოვლინდეს როგორც მაგალითად წელის ტკივილი ჩემში და მე დავიწყო თქვათ აი ამ კუპირება, ანუ მორჩენა წელის ტკივილის და სინამდვილეში არ ვაქცევდე ყურადღებას რომელიღაც შინაგან ორგანოს. ეს ასე შეიძლება იყოს? ძალიან ხშირად ასეა. ძალიან ხშირად ასეა, რომ მიზეზი ამა თუ იმ ჩივილის უფრო სხვაგან არის, ვიდრე კონკრეტული ჩივილის ლოკალიზაცია გვეუბნება. წელის ტკივილი შეიძლება იყოს ნაღლის ბუშტის არასწორი მუშაობით, შარდის ბუშტის არასწორი მუშაობით, თირკმლების და უამრავი. თუ კი აღმოსავლური სისტემის საინტერესო. ეხლა მეორე შეკითხვა დამება და კიდევ თუ მესამე. ესე იგი, ამ ტკივილით თუ შეიძლება, ვთქვათ, თქვენაირმა სპეციალისტმა ივარაუდოს, რომ ეს ტკივილი შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს. რომ აი მაგალითად მე კონკრეტულად წელის ტკივილით მოვედი თქვენთან, ოსტეოპათთან და თქვენ მეუბნებით, რომ შესაძლოა ნაღლის ბუშტის პრობლემა იყოს. ეს ასე მუშაობს? ესე მუშაობს. შეიძლება პაციენტმა თქვას, რა შუაშია ნაღლის ბუშტი, მაგრამ როდესაც ხდება დამატებითი კვლევები და აღმოჩნდება, რომ ეს ასეა. 100% ეს ასეა. გასაინტერესოა. აი ხა აი ამ ყველაფერს ამ აი ხა სუნთქვასთან, კავკასიური იოგასთან კი რა, კონკრეტულად სუნთქვასთან რა კავშირია. მაშინ უნდა მოვიხმაროთ ისევ აღმოსავლური მედიცინა, ხო, სადაც ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო ენერგია შემოდის. რომ ყველაფერს ნერვულ სისტემაზე ზემოდან ანუ მასზე ზევით დგას, ნერვულ-ჰუმორულ სისტემის ზევიდან დგას კიდევ ენერგეტიკული სისტემა, რაც ვახსენეთ და ამ ენერგეტიკულ სისტემაში არსებობს ეგრეთი გაგება სასიცოცხლო ენერგია. აღმოსავლურ მედიცინაში შეძახიან ჩი, ცი, პრანა, ჩვენთან სულიწმინდა და ასე შემდეგ. სწორედ სუნთქვის მეშვეობით ხდება ამ სასიცოცხლო ენერგიასთან შეგნებული ურთიერთობა. ჩვენ ისედაც ურთიერთობთ სასიცოცხლო ენერგიას, იმიტომ რომ თუ იმას არ შევისუნთქავთ, ჩვენ ფაქტობრივად სიცოცხლეს ვერ შევძლებთ. მაგრამ როდესაც შეგნებულად ვახდენთ მასთან ურთიერთობას, ხარისხობრივად იზრდება ენერგეტიკა და ზემოქმედება ამ თუ იმ ცენტრზე და ორგანოზე. თუ კი ჩვენ მივალთ იმ კონცეფციამდე და ვიცი ჩვენ ექიმებმა რომ ყველაფერს მართავს ნერვული სისტემა, კავკასიურ იოგან ისედაც უკვე შემოგთავაზა უმოკლესი გზა მართვის. აი ეს გზა რა იზე ზემოქმედება. ანუ სუნთქვის დროს მე ვახდენ თავის ტვინის წილებზე და გარკვეულ ცენტრებზე კონცენტრირებას. შესაბამისად, სუნთქვა იწვევს ესე ვთქვათ ელექტროლულ ფლუიდების აქტივაციას და კონცენტრაცია, სადაცაა მიმართული, ამ ელექტროლული მუხტებისა და ფლუიდების ზემოქმედება ხდება შესაბამის წილებში და ცენტრებში. მე ხო გითხარით, რომ ჩვენ მე მოვახდინე კორელაცია მერიდიანებთან, ცენტრებთან და სხვადასხვა სისტემებთან. მე თუ კი ვიცი, რომელი წილი, ან რომელი მერიდიანი, ან რომელი სტრუქტურა არის მოწყვლად მდგომარეობაში, მე უკვე შეგნებულად ამ ადამიანის ინდივიდუალური ისტორიის გათვალისწინებით შემიძლია მივცე ინდივიდუალური სუნთქვითი ვარჯიში. საფუძვლად კავკასიური იოგას პრინციპებია ჩადებული. მე კიდე მინდა ერთი მომენტი ვახსენო, რომ ინდივიდუალური სუნთქვა რას მოიცავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კი დედისეული სუნთქვა ეს არის გაუთვითცნობიერებელი ტიპის სუნთქვა, მისი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა ძალიან პატარაა. ინდივიდუალურ სუნთქვაში ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა კიდევ უფრო დიდია. და აქ უკვე შემოდის ეს ეგრეთ წოდებული საკრალური ციფრები 7, 12 და ასე შემდეგ. 7 წამიანი ჩასუნთქვა, 7 წამიანი ამოსუნთქვა. და თუ კი მე ამას გავაკეთებ შეგნებულად, მე შეგნებულად უერთდები ამ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც სხვადასხვა სისტემებში ითვლება ღვთაებრივ ემანაციად. ანუ და ძალიან ჰარმონიულ ენერგიად. ანუ მე ჩემი შეგნებული ინდივიდუალური ტიპის სუნთქვით შევდივარ ჰარმონიაში. და თუ კი სად არის კონცენტრაცია, შესაბამისი ცენტრები და ენერგია და სტრუქტურები მომხდას ჰარმონიაში. კარგი, აი პრაქტიკულ ნაწილს რო შევეხოთ, ეხლა ჩვენ ქალბატონ ნუნუსთანაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე, აი ეს ექსპერიმენტი, რომელიც გასული წლის აპრილში ჩაატარეთ,
რაზე იყო ეს გათვლილი, ანუ რა ექსპერიმენტი იყო თქვენთვის, რა დასკვნებისთვის ჩაატარეთ ზოგადად ეს ექსპერიმენტი და რა შედეგები მოგცათ? როდესაც მე და ქალბატონ ნუნუმ კავკასიური იოგაზე დავიწყეს საუბარი, ქალბატონ ნუნუმ აღნიშნა, რომ მის პრაქტიკაში არის გარკვეული ენერგეტიკული დარღვევები, რომელიც სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომელიც ცნობილია კონვენციული მედიცინისთვის და არატრადიციული, შეუძლებელი იყო. მე ჩემის მხრივ ვეუბნებოდი, რომ კავკასიური იოგა ყველასთვის არ შეიძლება ასეთი ფორმით. ეს ორი მოთხოვნა შევაჯამეთ, მე მივიღე გამოწვევა ქალბატონ ნუნუმსი და ასევე მე მინდოდა ჩემთვისაც ამ აპარატის მეშვეობით გადამოწმებინა ჩემი თეორიის მართებულობა, რომ ყველასთვის ის ასეთი ფორმით, რაც წიგნში მოცემული, არ შეიძლება პრაქტიკა და კიდევ უფრო მეც ვიტყვი, რომ ბევრი პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული გამაჯანსაღებელი და ეზოთერული არ უხდება ყველა ტიპის არ არის უნივერსალური. არ არის უნივერსალური ხდება მხოლოდ ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. ჩემი დარღვევებიდან გამომდინარე. რა აღმოჩნდა, რომ არის გარკვეული ტიპის დარღვევები და ჩემი მომცანა იყო, რომ ეხლა უკვე დამეკავშირებინა ეს ტიპის დარღვევები თავის წილის დარღვევებთან. ეს კარგი გამოწვევა იყო და ამ დარღვევების კორელაცია მოხდა თავის ტვინის წილებთან. და უკვე ის მდგრადი ენერგეტიკული დარღვევები, რომელიც ქალბატონ ნუნუ ამბობდა, რომ შტრიხ-კოდებია და ძალიან რთულად იცვლება და ექვემდებარება კორექციას, თუ კი მოვახდენ ჩვენ უკვე ასოცირებას გარკვეულ ცენტრებთან, დავადგენთ ამ კორელაციას და შეგნებულად ვიმუშავებთ ამ უნიკალურ უმოკლეს გზასთან, რასაც ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქვია, ჩვენ ეს ჩემი მოსაზრება იყო, რომ შევძლებდი ამ ენერგეტიკული მდგრადი დარღვევების დაშლას. და ესეც მოხდა. ანუ, როდესაც გავითვალისწინეთ ეს წილებთან კავშირი, დარღვევები და მივეცეთ ინდივიდუალური ალგორითმი სუნთქვის, კავკასიური იოგის ტიპის, ეს დარღვევები ზოგს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში. და რა დარღვევები იყო, თქვათ, ექსპერიმენტის ფარგლებში, რაც ეს არის ეგრეთ წოდებული ცენტრალური ნერვული სისტემის გადაძაბვა. რომელიცაც მივყავართ სხვადასხვა ენდოკრინულ და ონკოლოგიურ დაავადებამდე. და ნებისმიერი დარღვევაც არ აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა ტიპის დარღვევები იყო, ხო, ზოგს მაგალითად ღვიძლი ქონდა მოწყობილ მდგომარეობაში, ზოგს შარცასქესო, ზოგს ძვალსახსროვანი სისტემა, თუ კი ჩვენ უკვე ვიცით ტვინის წილები როგორ მართავს და რა სისტემებს მართავს, ჩვენ უკვე გვაქვს გასაღები, როგორ მიუდგეთ და როგორ მართოთ ეს სისტემები და როგორ შევძლოთ ამ სისტემების გაჯანსაღება. და მე როდესაც უკვე ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარდება, კავკასიური იოგა უკვე გვთავაზობს უფრო მეც. ჯერ ხო ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაავადებული სხეულით შემეცნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხო, გაწუხებს ტკივილი და ტანჯვა. როდესაც ამ პრობლემას მოუგვარებ და გვარდება, ჩვენ უკვე გვიჩნდება რესურსი კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენთვის. ეს არის თვითშემეცნებისკენ ნაბიჯის გადადგმა. აი ეს გასაგებია თეორიული პრაქტიკული ნაწილი და საორგანიზაციო საკითხები მაინტერესებს, თქვათ, როგორ ხდება თქვენ წინასწარ აცხადებთ რაღაცა ჯგუფი უნდა შედგეს, ამ ჯგუფში ხდება, თუ ეს ჩვეულებრივად შეიძლება რომ ინდივიდუალურად, თქვათ, დავინტერესდი მკურნალობის აი ამ მეთოდით, მაწუხებს რაღაც კონკრეტული პრობლემები, ჩივილები, მოვედი თქვენთან და აი პროცედურულად როგორ ხდება ეს ურთიერთობა თქვენთან ნებისმიერი დაინტერესებული პირის. ჯერ ალბათ ცოტა ესე გადახვევას გავუკეთებ, რა ტიპის კატეგორია მოდის, ხომ? ადამიანები, რომელსაც ჯანმრთელობიდან გამომდინარე სჭირდება გარკვეული ინსტრუმენტი. მეორე კატეგორია, რომელსაც სჭირდება სულიერი შემეცნება. ხომ? საკუთარი თავის შემეცნება. ერთსაც და მეორესაც ჯანმრთელობის პრობლემები ყველას აქვს. და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჯერ საჭიროა დიაგნოსტირება აპარატზე და მერე ჩემთან და ამ დიაგნოსტირების საშუალებით მასზე მორგებული ინდივიდუალური ტიპის ალგორითმი ეძლევა სუნთქვითი ვარჯიში. ესე იგი ნებისმიერ დროს შეიძლება ამის გაკეთება და არა რაღაცა ჯგუფებში. ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი და მე ვთვლი რომ უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, თავარ ვარჯიშებში შესვლა ვიტყოდი კიდე ხმამალ რომ სახიფათოც არის, თუ კი დაულაგებელია გარდაული. და აი რა განსაზღვრავს, როდის ვარ მე მზად, რომ ვთქვათ აი ეს მთავარი ვარჯიში. როდესაც ეს ორმაგი კონტროლი ჩვენ კიდევ ასევე ვაკეთებთ ჩვეულებრივი სადიაგნოსტიკო საშუალებებითაც კონტროლს ჯანმრთელობისა. ეს იქნება სისხლის ბიოქიმიური ინსტრუმენტალური გამოკვლევები და ასე შემდეგ. როდესაც მაგალითად აპარატზე წინამოსამზადებელ პერიოდში რომ გადის და უკვე
ჩემი სადიაგნოსტიკო საშუალებით, ანუ ჩემი მეთოდით უკვე ვთვლი რომ შეიცვალა სიტუაცია, გადამოწმება ხდება ამ აპარატით. თუ კი დაემთხვა ეს ყველაფერი და თვითონ მისი სუბიექტური და ობიექტური მონაცემები იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ უკვე ვთავთ ნებას, რომ შეუდგეს მთავარ სუნთქვითი ვარჯიშების შესწავლას. ეს წინა მოსამზადებელი პერიოდი მე მინდა გავამახვილო, რომ არ არის ესეთი ხელს ასაგდები. ეს არის უმთავრესი. ამის გარეშე იქ შესვლა არის არაეფექტური, სულ ცოტა იმედი გაგიცრუდება, ან სახიფათო. და მე ორგანიზმში უნდა იყოს გარკვეული ბალანსი, წონასწორობა, რომ შემდეგ გადახვიდე, ვთქვათ, თუ კი პრაქტიკან სურს, რომ ან დაინტერესებულს რომ სურს, რომ უფრო მეტი მიიღოს ჯანმრთელობის გარდა, მაშინ მან უნდა მოაგოროს ეს სფეროც, ჯერ ფიზიკურად. ესე იგი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს მოგაკითხოთ კლინიკა ჰარმონიაში და გაიაროს გამოკვლევა, რის შედეგადაც თქვენ ინდივიდუალურად სწორად მივიღეთ დავალებას სუნთქვით ვარჯიშებს ალბათ. რა თქმა უნდა. ხო? სუნთქვითი გარკვეული კომბინაცია მუდრებს დაკვირვების ქვეშ მიდის ეს პროცესი? აუცილებლად. მე ვაძლევ მე კონკრეტულ ადამიანს დავალებას ასრულებს მაგალითად კვირა, ანუ 2 კვირა, 3 კვირა და 2-3 კვირის მერე შემდეგ მოდის და ვაკონტროლებთ. სულ კონტროლის ქვეშ არის, რომ არის შემთხვევები, რომ შეიძლება იმ მომენტში სწორი ალგორითმი იყო, მაგრამ ერთ კვირაში შეიცვალა რაღაცა, ხო? და ამიტომ კონტროლია საჭირო. რა, მე ამ წინამოსამზადო პერიოდს, როდესაც ყველა გაივლის და ყველა დავა უნივერსალურ ალგორითმამდე, აი მე უკვე როცა უსაფრთხო გახდება, ყველას მაგალითად 10 კაცია, ხო და 10-დან ყველასთვის უკვე უსაფრთხოა, მაშინ უკვე იწყება იმ თავარი სუნთქვითი ვარჯიშების შესწავლა, სადაც უკვე ჯგუფური შეხვედრები ხდება. აი თქვენ გამოცდილებაზე დაბნობით, რამდენ ხანში ხდება დაახლოებით აი ეს ჰარმონიზება იმ ეტაპისთვის, რომ აი მე უკვე გადავიდა სრული დატვირთვით, თქვათ, გავაგრძელო პრაქტიკა კავკასიურ იოგაში. ძალიან სუბიექტურია და დამოკიდებულია მონდობებაზე და мотивაციაზე. მე მოვიყვან ერთი ქალბატონის შემთხვევას, ყველაზე მხცოვანი, ანუ უფრო ყველაზე ასაკოვანია 76 წლისავის, ახლა მალე გახდება 77 წლის. და როდესაც მოვიდა შემოაწმება, ჯერ გაგვიკვირდა რომ ასაკის ადამიანი მოვიდა და როდესაც შევამოწმეთ, ძალიან ბევრი დარღვევა ჰქონდა როგორც აპარატზე, ისე ჩემი გასინჯვისა და ისედაც, ხო, ჩაანს თვალნათლივ სხვადასხვა გამოკვლევებიც მოიტანა და მე ქალბატონო ნუ ერთმანეთს გადავხედეთ და უარი ხომ არ უთხრათო, მაგრამ მოდით დავუშვათ ხო. და იცით რა, ამ ქალბატონმა ყველაზე კარგი შედეგები და უმოკლეს პერიოდში ერთ თვეში. მას უფრო მეტი ჩივილები ჰქონდა და იტანჯებოდა ამისგან. მას სურდა როგორც ჯანმრთელობის, ისე შემეცნების პროცესის სწრაფად გავლა, კორექტირება ჯანმრთელობის და შემეცნების. როგორც ყოველფერში мотивაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ იმ ტიპის დარღვევებით, რაც მას ჰქონდა, მან ერთ თვეში შეძლო, რომ როდესაც მოვედით, აპარატზე იყო ცვლილებები და თვითონაც აღნიშნავდა, რაც რომ თქვა დავიწყეო, მე მოციმციმე არითმის შეტევებით თითქმის დავიდა ნულამდე. ეხლა რამდენად რთულ დავალებებზე აქ ლაპარაკობთ, რა დრო უნდა დაუთმოთ, მაგალითად დღევანდელი ახლა ცხოვრების რითმი, წესი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საათობით ვიჯდეთ და რაღაც კონკრეტულ პრაქტიკას დაუთმოთ ეს დრო. აი ეს როგორ ხდება, ვთქვათ, ამ დავალების ფარგლებში მე ყოველდღიურად უნდა ვიყო თუ არა ჩართული და რა ხანგრძლივობით, რა ინტენსივობით, აი ეს რო აგვიხსნათ. რატომ მომეწონა კავკასიური იოგა? ეს ძალიან ესე ვთქვათ, კარგად ადაპტირებული შეიძლება გახდეს თანამედროვე ცხოვრების რიტმთან. დავალება სასურველია ყოველდღე შევასრულოთ. სასურველი კი ვის რა შედეგი უნდა, მაშინ ყოველდღე უნდა შესრულოს, მაგრამ დიდ დანახარს არ მოითხოვს. ერთი სუნთქვითი დავალება დაახლოებით საშუალოდ 3 წუთს შეადგენს. და ხანდახან მე ვეუბნები რომ 2 ჯერ უნდა ისუნთქოს 3 წუთის განმავლობაში დღეში. მაგრამ ეს მე შეიძლება დამჭირდეს 8 ჯერ გავაკეთო. მაშინ 24 წუთი. 24 წუთი არაფერი არის საკუთარი ჯანმრთელობის პრინციპი. ეს თან გადანაწილებულია მთელი დღის განმავლობაში და რასაც მე ვაძლევ წინა მოსამზადებელ პერიოდში, ის სპეციალურ პოზასაც და გარემოსაც კი არ ითხოვს. შეგიძლიათ საწოლში გააკეთოთ. და ინსტრუმენტულ ნაწილში როგორ არის? უბრალოდ სუნთქავ თუ რაღაცა ატრიბუტები გჭირდება? არაფერი. უნიკალურია კავკასიური იოგა, მაგიტომ რომ სულ ჩემთან არის ეს ინსტრუმენტი. მხოლოდ 2 რამ მჭირდება მე. ჯანსაღი აზროვნების მარცვალი, კრიტიკული აზროვნების კონცენტრაცია და სუნთქვა ეს მესამეა. შემეტი არაფერი. და წარმოგიდგენიათ, ეს მინიმალური ატრიბუტები ისეთ სიკეთეს მოუტანს ადამიანს, რომ აღარ დაანებებს ამას თავს, იმიტომ რომ ჩვენ ვიც პრაქტიკატები ხვალ ბევრ ძალიან კარგ შედეგზე გავიდა, აღფრთოვანებულია არა მარტო ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ცხოვრება მათი შეიცვალა.
ნათელი მოეფინა ბევრ ამის, როდესაც ადამიანი ბუნდშია და მინჩია და აზრზია რა გაკეთოს, ამ ვარჯიშებს შეუძლიათ ძალუც ეს ნათელი მოეფინოს, იმიტომ რომ ტვინი ლაგდება ირად. ხო, მინიმუმში ნაგანი სტრესული მდგომარეობა იხიზნება ეს. და ფეხებზე მკიდი ეხდებიან ბევრ სტრესული ფაქტორის მიმართ. ესე ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ანუ ის ადრე რაც აღელვებდა და გამოყავდათ მათ წონასწორობიდან, ახლა უკვე აღარ ღელავენ და მშვიდად უყურებენ ამ პროცესებს. უფრო რაციონალურად. რაციონალურად იქოთ რა არის, როდესაც მშვიდებიან ის პროცესები მოვლენებიც ქრება. იმიტომ რომ ჩემი ღელვა იზიდავს უკვე ესე ჩაკეტილი მანქირი წრია. ვეძებ უკვე ხო ქვეცნობიერეთ რომ სულ ამ აღელვებულ ან სტრესულ მდგომარეობაში ვიყო. როდესაც უკვე ტვინი ლაგდება, ტვინი რადგან ლაგდება, ის პროცესებს თვითონ ალაგებს. რადგან ეს რეალობა ჩემი ტვინის ში მიმავალი პროცესების ანარეკლია. მარტივად აი ესეთი თქვა პაციენტი თუ არ ვიცი როგორ ეძახით პრაქტიკანტი რომელიც უკვე გადასულია ამ ეტაპზე და შეგვიძლია უკვე პრაქტიკაში ვნახოთ შედეგები, რა შედეგებს იძლევა. კი, გუშინ აგერ მქონდა ორი შეხვედრა და ვერმამეშამ უკვე ეშინიათ აზროვნება სახიფათო, იმიტომ რომ კისიერ ხდება მათი აზრების მაცხოვრებაში მატერიალიზება. ეს ძალიან კარგია. ერთი წუთი რის ეშინიათ ვერ მეხდეს. სახიფათო აზრებით აზროვნება. საერთოდ ნეგატიური აზრები. ნეგატიური აზრები, რატომ? იმიტომ რომ მატერიალიზება. მატერიალიზება მომენტ როგორც კარგის, ისე ცუდის. ეს კარგია რატომ? მან უკვე იცის რომ მისი აზრები ქმნიან რეალობას და ის პასუხისმგებელია უკვე მასზე. აქ რადგან ადამიანი უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული ხდება და იმ თავითვე ხდება მისი ესე ვთქვათ მორალური მხარის გაჯანსაღებაც. იმიტომ რომ წილების წონასწორობაში მოდის და ის ასე ვთქვათ ჰარმონიულად ანიჭებს სულს, ფიზიკას და ინტელექტს პრიორიტეტს და უპირატესობას. მე უკვე სხვანაირად უყურებ, ხო? არა მარტო ფიზიკური პასუხისმგებლობა იზრდება, ენერგეტიკა იზრდება, პასუხისმგებლობა იზრდება და კარგია. ასეთი ადამიანი უფრო ჯანსაღი მოქალაქეა. მან იცის რომ მისი აზრები პირდაპირ ქმნიან რეალობას და მოქმედებენ რეალობაზე. და უკვე შენ ცდილობ რომ ასე ავად და ბოროტულად აღარ იაზროვნო. თვითონ სწავლების პროცესზე მინდა ეხლა კითხოთ აი თქვათ მივედი იმ კონდიციამდე, როცა ამბობთ რომ მოსამზადებელი პერიოდი და აი მე უკვე უშუალოდ პრაქტიკა, ხო? აი მივედი იმ უშუალო პრაქტიკის ნაწილზე, ალბათ უნდა ვისწავლო, ხო, ეს ყველაფერი. აი სასწავლო პროცესი რამდენად ხანგრძლივია და რას მოითხოვს გვაქვს? ესე იგი, წინა მოსამზადებელი პერიოდი რომ გაიარა ადამიანმა, შეიკრიბება ჯგუფი და სამ კვირაში ერთხელ ინიშნება ვარჯიში. ეს ვარჯიში რას მოიცავს? თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. აუცილებლად მინი ლექცია, ანუ ესა თუ ის ვარჯიში რისთვისაა განკუთვნილი, რა უნარჩვევების აქტივაციაზეა პასუხისმგებელი, რას მოგცემს ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სულიერების თვალსაზრისით თუ მენტალური მდგომარეობის თვალსაზრისით, ეკითხება თეორია და მე იქვე ამ დარბაზში ვაკეთებ ჩვენ პრაქტიკას და ეძლევა დავალება. 3 კვირის განმავლობაში აკეთებს ამ კონკრეტულ ვარჯიშს და მე 3 კვირის მერე როდესაც მოდის, მე უკვე ეძლევა შემდგომი დავალება თავისი თეორიული ნაწილით. და სრული ხანგრძლივობა 12 გადაითვალეთ 12 შეხვედრაა. ისი აწყობილო რომ ადამიანმა 3 კვირაში ერთხელ 12 ჯამში. ამ 12 ფაქტობრივად 1 წელი ალბათ. 1 წელი აქ არ შეიძლება, იმიტომ რომ წინა მოსამზადებელი უკვე ისეთ სიკეთეს იძლევა რომ აღარ არის საჭირო სიჩქარე, მაგრამ ვისაც მეტი უნდა, აქ ცოტა მოთმენას და შრომის პრაქტიკანტები თუ ყავთ, ვინც ამ პრაქტიკისთვის ვქოთ ყოველდღიურად დადის თქვენთან კლინიკაში და არა, ყოველდღიურად არ არის საჭირო, არ არის, მაგიტოა კარი, არ არის საჭირო. პასუხისმგებელი ვარ მე. ჩემ ინდივიდუალურ, როდესაც მე ადამიანს ვურჩევ ინდივიდუალურ ალგორითმს, მე პასუხისმგებელი რომ ეს ტიპის ალგორითმი გაასწორებს, პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რასაც ვაძლევ, მაგრამ თუ როგორ შეასრულებ და რა სიხშირით, ეს მასზეა დამოკიდებული. და თუ კი ვერ მიიღებს რაღაც შედეგს, აბსოლუტურ უკვე მასზეა დამოკიდებული. რა ინტენსივობით და რა მოტივაციით აკეთებს. ხო გეუბნებთ, აი, აქ თავისთავად იქ ხდება მორალური და მენტალური გაჯანსაღება. ადამიანი უკვე სხვანაირად უდგება თავის ცხოვრებას და სამყაროსაც რა. ხვდება რომ ის შეგნებული ნაწილია და მან სულ ცოტა საკუთარ თავს აღარ უნდა ავნოს და აღარც გარემოს. მე მინდოდა ჩემთვის ისეთი სისტემა, ისეთი ასე ვთქვათ ცხოვრების ნირი,
რომელიც დამილაგებდა ყველა ასპექტს. ეს იქნებოდა ფიზიკური, ფსიქოემოციური თუ ინტელექტუალური. ფიზიკურში გულისხმობ მატერიალურ კეთილდღეობასაც, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, ფსიქოემოციურში ჩემი ფსიქოემოციურ დამოკიდებულებას, უფრო ჰარმონიულ მდგომარეობას და ინტელექტუალურს. და რა მივაგენი ამ სისტემას, მივხვდი რომ ეს არის ის, რამაც უპასუხა ყველა ჩემ მოთხოვნას. კავკასიური იოგის მეშვეობით მე შევძელი გამეგო, ესე ვთქვათ, მიზეშედეგობრივი პროცესები, რაც ჩემში და ჩემს ირგვლივ ხდებოდა. და როდესაც უკვე ამ დონეზე გადიხარ და უკვე შეგნებულად აღიქომ ამ ყველაფერს, ადამიანს უკვე გასაღები აქვს შეცვალოს თავისი თავი და თავისი ცხოვრება. ეს ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია. კავკასიური იოგა ძალიან მაგარი, ეფექტური ტექნოლოგია თანამედროვე ადამიანისთვის. კიდევ უფრო აქტუალური ხდება აწი ამ რთულ პერიოდში და ვისაც აინტერესებს ვიწვევთ, მობრძადეთ და ჩვენ მზად ვართ, რაც შეგვიძლია ის ცოდნა გადავცეთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს უთხოვ რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი. ჩვენ შევხვდებით ჩვენი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გემშვიდობებით ნახვამდის.